წარმოიდგინეთ, რომ ხალხმრავალ წვეულებაზე ან ხმაურიან კაფეში იმყოფებით, სადაც მუსიკისა და ათობით ადამიანის ხმა ერთმანეთს ჭირება. ასეთ დროს ჯანსაღი სმენის მქონე ადამიანის ტვინი ახერხებს ფოკუსირებას მხოლოდ ერთ მოსაუბრეზე. თუმცა სმენის დაქვეითების მქონე პირებისთვის ეს ნამდვილი კოშმარია. სტანდარტული სმენის აპარატები ხმაურს კი ამცირებს, მაგრამ ისინი მაინც ყველა ხმას თანაბრად აძლიერებენ, რაც ხალხმრავალ გარემოში კონკრეტულ ადამიანთან კომუნიკაციას თითქმის შეუძლებელს ხდის. საბედნიეროდ კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც ამ პრობლემას აგვარებს. ამ ინოვაციაზე საუბარს არსენ სეფიცკორეძესთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით არსენ. მოგესალმებით ლევანდინი. ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით სოფლიოში 430 მილიონ ადამიანს აწუხებს სმენის დაქვეითება და სამწუხაროდ ეს ადამიანები ტრადიციული სმენის აპარატების გამოყენებისას მთელ რიგ გამოწვევებს აწყდებიან. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს ამ სმენის აპარატებს არ შეუძლიათ გაარჩიონ ის თუ ვისი მოსმენა გსურს და ვისი არა, რადგან ისინი მიკროფონში შემოსულ ყველა ხმას თანაბრად აძლიერებენ. და სწორედ ეს პრობლემა გადაჭრეს კოლუმბიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა, მათ შეიმუშავეს სმენის აპარატი, რომელიც უშუალოდ გონებით იმართება და სმენის დაქვეითების მქონე ადამიანებს საშუალებას აძლევს ხმაურში კონკრეტული ხმები გაიგონონ, ისინი ის ხმები, რომლებიც მათ სურთ. საინტერესო უნდა ვთქვათ ობიექტურებისთვის, დღესდღეობით უკვე არსებობს ეგეთი AI-based ტექნოლოგიები, სმენის აპარატები, რომლებიც იმ ადამიანის ხმას აძლიერებენ, ვისაც ვუყურებთ თვალებში და ასევე ფონურ ხმასაც მეტნაკლებად ახშობენ, თუმცა ხალხმრავალ გარემოში მაინც არაეფექტურია ეს ტექნოლოგია. მაინც და მაინც ხმები შემოდის და მოსმენას რთულს ხდის. რაც ახსენეს ედგარი ტვინით მართვალის სისტემა როგორ ხდება უშუალოდ, რომელი ადამიანის ხმა გვინდა რომ გავიგოთ და ვისი არა. ლევან, ჩვენი ტვინი გარკვეულ სიგნალებს გამოსცემს, როდესაც ერთ კონკრეტულ ხმაზე ვართ ფოკუსირებული. ხოლო ეს ახალი მოწყობილობა ტვინის ამ ტალღებს კითხულობს და როდესაც მსმენელი ერთ კონკრეტულ მოსაუბრეზე გადაიტანს ყურადღებას, ეს მოწყობილობა ამას ამჩნევს, ამ მოქმედებას კითხულობს და ამ მსმენელზე ფოკუსირდება ეს მოწყობილობა შემდეგნაირად, რომ ამ მოსაუბრის ხმას უწევს, ხოლო ფონურ ხმებს იქნება ეს, ხმაური თუ სხვა ადამიანების საუბარი ახშობს. იცი რა კითხვა გამიჩნდა, ეხლა რომ რამდენად თეორიულია ეს ამბავი და თუ გამოიცადა ადამიანებზე და ნამდვილად ესე ზუსტად კითხულობს თუ არა ტვინის სიგნალებს, რომელზეც ჩავაპარაკობ. ჩატარდა კვლევები, საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩატარდა. მეცნიერებმა ექსპერიმენტში ჩართეს ეპილეფსიის მქონე ადამიანები, რომლებსაც ტვინში ელექტროდები ისედაც ჰქონდათ ჩანერგილი მკურნალობის მიზნით და ამ ადამიანებს მოასმენინეს ორი სხვადასხვა საუბარი და როდესაც ისინი ერთ კონკრეტულ მოსაუბრეზე კონცენტრირდებოდნენ, პროგრამა მოწყობილობა ამ ყველაფერს არეგულირებდა და შედეგად ძალიან საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა. ეს სისტემა მაგალითად ერთ-ერთმა მონაწილემ ამ კვლევისა ისიც აღნიშნა, რომ თქვენ ექიმები არეგულირებთ რეალურად ამ ხმას და არანაირად არ შემიძლია მე ჩემი ტვინით და ამ მოწყობილობით დავარეგულირებო. პასუხი არის ამაზე, რომ კი არსებობს ეს კვლევა, ძალიან საინტერესო კვლევა არის და პასუხობს მოკლედ ამ გამოწვევას შესანიშნავად. აზრების წაკითხვა არ შეუძლია, ლოგიკური შიშია, საკმაოდ ლოგიკური შიშია, მაგრამ არა, ეს მოწყობილობა მხოლოდ კითხულობს ტვინის ტალღებს, რომელიც სმენაზე არის ორიენტირებული და აზრებს ვერანაირად ვერ წაიკითხავს, რადგან ეს მართლაც ფანტასტიკური ტექნოლოგიაა ჯერჯერობით. ცოტა ინვაზიური ჟღერს ეს ყველაფერი, სმენის აპარატები ყურზე მაგდება, მართალი ისინი საჭიროებენ ინვაზიას ჩარევას, მაგრამ ტვინში ჩადება ელექტროდების კიდევ უფრო ახალ ეტაპად ჩანს. რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ეს ყველასთვის. ლევან, მეცნიერი, ეხლა რაც შენ მოკავი, ეს არის მეცნიერების ამჟამინდელი მთავარი გამოწვევა. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ლაბორატორიული წარმატებული კვლევა, აი ეს მონაწილეები კვლევის, რომლებიც ვახსენეთ და ეს არის დიახაც ინვაზიური. თუმცა მეცნიერების მთავარი მიზანი არის, რომ ეს ტექნოლოგია გახდეს არაინვაზიური, გახდეს ტარებადი მოწყობილობა, რადგან მოგვეხსენება სმენის დაქვეითების დროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასევე არის სოციალური იზოლაცია. აი ეს ადამიანები ვერ ახდენენ სათანადოდ საზოგადოებაში ინტეგრირებას და შესაბამისად თუ იარსებობს ასეთი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელიც მათ დაეხმარებათ ხმაურშიც კი იდეალურად გაიგონონ ხმები, რაც ამ კვლევამ აჩვენა პრინციპში ინვაზიური მეთოდით გამოყენებისაც, იქნება ეს ძალიან კარგი. ამიტომ კი მეცნიერები აგრძელებენ ამაზე მუშაობას და ისინი მალე შექმნიან, იმედი მაქვს, უკვე ტარებად ვერსიას ამ ტექნოლოგიისა. დიდი მადლობა ესეთი საინტერესო ინფორმაციისთვის.